ერთი დანაშაული და ორი ეჭვმიტანილი, რომლებსაც პოლიცია ეძებს უცნობმა პირებმა კომპანია ხირსადან 20,000 ლარი გაიტაცეს. საფინანსო განყოფილების თანამშრომლებს თანხა იარაღის მუქარით წაართვეს. ძარცვის დროს კომპანიის ხელმძღვანელობა ოფისში არ იმყოფებოდა, რაც სავარაუდოდ მძარცველებმა იცოდნენ. თვითმკვლელებმა უკვე მიაწოდეს სამართალდამცველებს ინფორმაცია ბოროტმოქმედ და აღწერილობის თაობაზე. ეჭვმიტანილებს ფოტორობოტების საშუალებით ეძებენ. გატაცებული 20,000 ლარი და უხელფასოდ დარჩენილი ათობით მუშა. ძარცველები კომპანია ხირსას ოფისში დღის პირველ საათზე შევიდნენ. ამ დროს ოთახში მხოლოდ საფინანსო განყოფილების თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ბოროტმოქმედებმა ორქალბატონს იარაღის მუქარით სეიფის გაღება აიძულეს და სამშენებლო კომპანიის მუშების ხელფასებისათვის განკუთვნილი თანხა წაიღეს. დღეს მთავრდებოდა ჩვენი სამუშაო, იყო აღწერა და ავედით ზევით. გავზომეთ ერთი ოთახი, მეორე, მესამე და ყველანი ზევით იყო. მარტო ქალები იყვნენ შიგნით ოფისში. და ამ პერიოდში მოხდა ეს დარსვა. ველოდებოდ რომ დღეს უნდა ყოფილიყო ხელფასები. და ანუ თანხა მაინც იცოდა ყველამ რომ შესაძლებელია მოტანილი ყოფილიყო. არა, მაგარ არავინ არ იცოდა. ის რომ კომპანიის ოფისში სახელფასო თანხა ინახებოდა, მძარცველებმა სავარაუდოდ იცოდნენ, რადგან თანხა შეიარაღებულ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე მოიტანეს. კომპანია ხირსას ოფისი ერწოს ქუჩაზე აქვს და აქვე აწარმოებდა პირველმშენებლობასაც. დაყაჩაღების დროს ხელმძღვანელობა დამთავრებული კორპუსის შესამოწმებლად იყო გასული. შესაძლებელია მძარცველებისათვის ცნობილი ეს ფაქტიც იყო. უფროსი ჩვენთან იყო იმ მომენტში და ვზომავდით. და დაურეკეს ოფისიდან და ჩამოდით და სასწრაფოდ და ჩამოვიდა და ეს ამბავი დახვდა. კომპანია ხირსა ისე გაძარცვეს, რომ მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრებლებს არაფერი გაუგიათ. მეზობლებს არც თავდასხმელები დაუნახავთ. პოლიციის მანქანა რომ გაიარა, მე შევხედე და დავინახე ჩემ ფანჯარასთან პოლიცია, იმიტომ დავინახე, თორე ვერც გავიგებდი. ანუ ხმაურის არაფერი არ გამიგია. კომპანიის საფინანსო განყოფილების თანამშრომლებმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცეს. ძარცველებს ნიღბები არ ეკეთათ და პოლიციას მათი აღწერილობა აქვს. ბოროტმოქმედებს ფოტორობოტის მიხედვით მოძებნიან. ჟურნალისტებთან საუბარი კი დანაშაულის არც ერთმა მოწმემ არ ისურვა. რამდენი ადამიანი იყოს? არ ვიცი. იარაღებით იყვნენ? ნიღბები ეკეთათ? კომპანია ხირსას ოფისი ახლა დალუქულია. აქ მთელი დღის მანძილზე მუშაობდა კრიმინალური სამსახური.